მიხარია რომ ამდენი განსაკუთრებით ქალბატონი გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებებს, ჩვენს თხოვნებს იმისათვის რომ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყველამ კარგად ვიცით რომ დღეს ახლა სიმსივნე აღარ არის უკვე ის დრო რომ მოურჩენელი დაავადება იყოს და არ უნდა გვეშინოდეს პირიქით თუ ადრე გავიგებთ რომ რაღაცა გვაქვს დღეს ეს ყველაფერი შეიძლება დროულად განიკურნოს და ამიტომ კიდე ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელსაც აი ესეთი სკრინინგის აქციები იძლევა და საერთოდ სკრინინგ ცენტრებიც არსებობს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ამაზე, რომ მაქსიმალურად მივხედოთ ჩვენ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკრინინგ აქციაში მონაწილეობა თითოეული მოქალაქისთვის, იქამდე ვიდრე რაიმე კლინიკური სიმპტომი გვექნება სახეზე, განსაკუთრებით ონკოლოგიის მიმართულებით, მოგეხსენებათ პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენილი ონკოლოგია განკურნების წინაპირობა, შესაბამისად ყველა მოქალაქეს ვთხოვთ აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ მონაწილეობა სკრინინგ აქციებში, არის ასაკობრივი ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით განსაზღვრული, სხვადასხვა დაავადების სკრინინგისათვის, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება და ამავდროულად აჭარის და ბათუმის ყველა სამედიცინო დაწესებულება სკრინინგ პროგრამებში გახავთ ჩართული, შეგეძლიათ ონლაინ დარეგისტრირდეთ და მომდევნო პერიოდშიც მუდმივად მიიღოთ სკრინინგში მონაწილეობა. მადლიერი ვარ დღეს, რომ ჩავიტარე სკრინინგი, მადლობას გადავუხდი სამედიცინო პერსონალს, მობრძანებულს ყველას და მოუწოდებ ჩვენს ქალბატონებს, რომ წინასწარ უნდა გააკეთოს კვლევები, ჩაიტაროს გამოკვლევები, რომ გაკეთდეს სკრინინგი ამა თუ იმ დაავადებაზე.